გუშინ ორ გადაცემას უყურე და ამ გადაცემებიდან გამომდინარე გადავწყვიტე, რომ გუშინდელ ვიდეოს მეორე ნაწილი გადავიღო. გუშინ საინტერესო გადაცემები ერთი ეხებოდა ოზემპიქს და ესე იგი სასწაულები, მეორე საუბარი იყო ფსიქიურ დაავადებებზე და ამასთან დაკავშირებითაც რაღაც იდეები მომივიდა და ესე უბრალოდ მინდა გავაგრძელო და უფრო დაწვრილებით აგიხსნათ რა ხდება სამყაროში და რატოა ეს სიტუაცია რაც არის, ხო? აი როგორც პანდემია იყო ერთ-ერთი ესეთი სატესტო სიტუაცია, იმისთვის ფარმაცევტულ ფირმებს რაღაცები გაეტესტათ და მე გეტყვით, რომ ესე იგი აი მაინტერესებდა კიდევაც რომ სადაზღვევო ფირმები რატო ხმას არ იღებენ და ასე შემდეგ და აღმოჩნდა, რომ სადაზღვევო ფირმები ან თვითონ ფლობენ სამეცნიერო დაწესებულებებს, ან თვითონ ფარმაცევტული ფირმები არიან მეწილეები სადაზღვევებში, ანუ აღმოჩნდა, რომ ეს ერთი სიტუაციაა და რო არა ადამიანები ესე ბევრი ხშირად და ასე დიდი პროცენტობით რო არ ავადდებოდნენ, საერთოდ არ დაეზღვეოდნენ, ხო, ჯანმრთელობის დაზღვევა არ იქნებოდა ესეთი აქტუალური და ზუსტად ესაა ძალიან საინტერესო, რომ თურმე სადაზღვევო ფირმების დაინტერესებული არიან იმაში, რომ ჩვენ არ ვიყოთ ჯანმრთელები. ეხლა ოზემპიქთან დაკავშირებით ეხლა ამაზე არ გავჩერდები, იმიტომ რომ თითქმის ყველამ გაიგო უკვე, რომ ეს არ არის კარგი საშუალება და კარგი პრეპარატი, ვითომ წონაში კი აგდებინეს, მაგრამ იმდენი გართულები, იმდენი პრობლემები აქ და იმ გადაცემაში იძახის კიდევ ერთხელ, რომ იმედიაო პაციენტი, რომელმაც გამოვიყენეო და იმედიაო, რომ ძალიან შორეული პრობლემები არ იქნება და მარტო გართულებები აქვე ახლო იქ მექნებაო და ისო გაივლისო და სინამდვილეში იმდენ რაღაცას ქმნის ოზემპიკი იმდენ პრობლემას ქმნის, რომ ძალიან მეეჭვება, რომ ესე იყოს. თან ყველაზე მთავარი, ხო, იგივე თქვათ მეორე გადაცემაშიც ეს რაც ფსიქიურ დაავადებებს ეხებოდა, ესე იგიო რაღაცეები ტესტ რეჟიმშია, პრეპარატები იტესტება, აი ჩვენთან იტესტებოდა იქიდან. ანუ წარმოიდგინეთ, რომ ფარმაცევტული ფირმებისთვის ჩვენ არავინ არ ვართ, ხდებით ეს ჩვენ ვართ ესე იგი ვირთხები, რომელსაც გამოკვლევებს ატარებენ და ყველაზე მთავარი, აი რაც უნდა ყოველთვის გახსოვდეთ. იმას კი არ ტესტავდეთ, თუ როგორ ავიცილოთ დაავადება და როგორ არ დაგვემართოს ეს დაავადება. არამედ ყველა ვარიანტში, ყველა გამოკვლევა ტარდება უკვე არსებული დაავადებების აღმოფხვრაზე. აი ხა რომ ნახოთ, ხო, რაც კი გამოკვლევები სამეცნიერო გამოკვლევები ტარდება, ტელეგადაცემები, რომელიც სამედიცინო საკითხებს ეხება, ყველაფერს აფინანსებენ ფარმაცევტული ფირმები ან სამედიცინო დაწესებულებები. მსოფლიოში პრაქტიკულად არ არსებობს პროგრამა გამოკვლევის, არ არსებობს სამედიცინო ტელეგადაცემა, რომელსაც აფინანსებდეს მთავრობა და აფინანსებდეს ქვეყანა. ყველას აფინანსებენ ეს ორგანიზაციები, რომლებიც დაინტერესებული არიან ამაში, რომ ჩვენ ესე იგი გავხდეთ ავად და შემდეგ ამ კურნალობაში რაც შეიძლება მეტი მედიკამენტი, მეტი ხარჯები გავწიოთ და იმათმა მეტი შემოსავალი ნახონ. არც ერთი გამოკვლევა არ ტარდება დაავადების აცილების მიზნით, ანუ პროფილაქტიკური ღონისძიებები როგორ ჩატარდეს კარგად. აი მაგალითისთვის, ხო, დ-ვიტამინზე ყველგან დაიბლოკა გამოკვლევები, იმიტომ რომ დ-ვიტამინს ვერ აპატენტებენ. იგივე შიზოფრენიის დროს, თუმცა ძალიან კაი შედეგებს იძლევა დიდი დოზებით ერთ-ერთი ბეჯგუფის ერთ-ერთი ვიტამინი. რატო არ არის ამაზე გამოკვლევები? იმიტომ რომ ვიტამინს ვერ დააპატენტებს ფარმაცევტული ფირმა, საკუთრებად ვერ იტყვის, რომ ჩემი საკუთრება როგორც ჰაერს, მზეს, ხომ მზე, რომელიც გვაძლევს დ-ვიტამინს, ვერ აპატენტებენ. ანუ ესე იგი ექსკლუზიურ მფლობელობაში ვერ გადააქვს და ამიტომ არ აწყობთ. რაც ესე იგი რასაც ვერ აპატენტებენ და ექსკლუზივი არ ექნებათ, ამიტომ იმაზე საერთოდ გამოკვლევებს კი არა თუ არ ატარებენ, არამედ ბლოკავენ. დ-ვიტამინზე ინსტიტუტებშიც კი დაიბლოკა უკვე გამოკვლევები. ანუ ეს ყველაფერი, ესე იგი, წარმოიდგინეთ, რომ კეთდება იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ჩვენ კი არა ვიცილოთ დაავადებები და კი არა ვიცილოთ, თქვა, ბაქტერიები, ვირუსები, არამედ პირიქით დაგვემართოს, ოღონდ შემდეგ უკვე დაგვჭირდეს ბევრი მედიკამენტი, კურნალობა, გამოკვლევები, იგივე ხო სადაზღვევები, თურმე მე რომ მეგონა, რომ ამ გამოკვლევებში ამდენ ფულებს ხარჯავენ, ეხლა ჩვენ ხო ნაწილობრივ დაზღვეული ვინც ვართ, გვიფინანსებენ, ხო, ნაწილს გვიფინანსებენ გამოკვლევებს, ნაწილს გვიფინანსებენ მედიკამენტებს, თურმე აღმოჩნდა, რომ
უმეტესი ეს ორგანიზაციები მათ საკუთრებაშია და აწყობთ, იმიტომ რომ ის რაღაცა შემოსავალი ნაწილს რო თვითონ იხდის, ამაგერ მეორე ნაწილში იმდენ მოგებას ნახულობს, რომ ის ნაწილი უღირს, რომ დაიფაროს. ხვდები? მე აქამდე ვერ ხვდებოდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ესია და აი რომ გამოიკითხოთ სამეცნიერო დაწესებულებები, ეს აღმოჩნდა, რომ იმ სადაზვოს წილშია, სადაზვოს პრობლემებაშია, ეს იმისი და ესე იგი, რა ვიცი, გაგიჟდებით. იგივე ტელეგადაცემებში, ხო, უყურებთ სამეცნიერო გადაცემებს, ვინ არის, ესე იგი, ამ გადაცემის დამფინანსებელი, სამეცნიერო დაწესებულება, ფარმაცევტული ფირმა, ან იგივე, ხო, რაც შეეხება კვებას. აი აღმოჩნდა, რომ აი ამიტომ ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ორგანიზაცია მსოფლიოში ეს არის ჯანმო და ეს არის დიეტოლოგთა ასოციაცია, იმიტომ რომ ჯერ ერთი ისინი რაღაც თანხებს იღებენ იმ კომპანიებისგან, რომელიც რეალურად უნდა ამოწმონ და აკონტროლონ. და მეორე მომენტი, აი პროდუქტები, რომელიც იყიდება სუპერმარკეტებში, აღმოჩნდა, რომ 80 ან მეტი პროცენტით, 80 და 90%-მდე არის საკვებ პროდუქტად მიუღებელი, ანუ უვარგისი ის ჩვენ ჯანმრთელობას ყველა ვარიანტში შეარყევს. და თურმე აღმოჩნდა, რომ ესაა მთავარი ფაქტორი, რომ ესე იყოს, იმიტომ რომ თქვენ რო ჯანსაღად იკვებოთ უმეტეს პრობლემას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გადაჭრით, აღარ გექნებათ და არ აწყობთ, ხვდებით? ამიტომაც არის, რომ იმ დიდი fast food-ების თუ დიდი ესე იგი საკვების, პირობითად საკვების მწარმოებელი ორგანიზაციების მეწილეები და აქციების მფლობელები არიან ზუსტად ეს ორგანიზაციები, ფარმაცევტული დიდი გიგანტები, იმიტომ რომ ზუსტად ეს, რომ ისეთი საკვები თუ იკვებოთ, როგორც არის fast food-ებში და სუპერმარკეტებში, აი როგორც არის ჩიპსები, ეს ბურბუშელები, რომელსაც ბავშვებს აჭმევთ, ხო, რძეს რო ასხავთ, ბურთებივით, რომ შიგნით ფქვილიც კი არ შედის. ესე იგი, რო იცოდ, იგივე ჩიპსებში მეგონა კარტოფილის გამზადდებოდა. ვერ წარმოგიდგენიათ შიგ რამდენი კომპონენტია და რეებია. აი, ამიტომ ეს ყველაფერი მინდა რომ გაითვალისწინოთ და იცოდეთ, რომ ერთადერთი ადამიანი, ვინც თქვენზე ზრუნავს, ნამდვილად ზრუნავს და დაინტერესებულია თქვენ გაჯანსაღებაში და ჯანმრთელობის შენარჩუნებაში, ეს თქვენ თვითონ ხართ. და ამიტომ გაითვალისწინეთ ეს ყველაფერი, ეს ვიდეო იმიტომ ჩავწერე, რომ რეალურად დაინახოთ ის სურათი, რაც ხდება და ამ სურათიდან გამომდინარე დაიცვათ თავი. კიდევ ერთხელ, უმეტესი ინფექციებისგან, ეხლა იმიტომ განვავრცე ეს ვიდეო, რომ ეხლა დიდი შემოტევაა, ხო, ვირუსული ინფექციების, მით უმეტეს ზამთრის პერიოდში ყოველთვის სასია, რადგანაც ვირუსის გარსი არის ციმოვანი და ტემპერატურულ ფაქტორებს ვერ უძლებს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს გაითვალისწინოთ, ხო? ასევე ისიც არ არის თლად კარგი, როცა ორგანიზმი არ რეაგირებს, ან აი მითხრეს ამასიან, რომ არიან ადამიანები, რომელსაც არ ხდებიან ავად. ეს არ არის კაი ამბავი, ეს ნიშნავს, რომ ორგანიზმი არ რეაგირებს, ვერ ხვდება, რომ ის ორგანიზმში უცხო აგენტები და კიდევ უარესი. ხო, ანუ ნიშნავს, რომ იმის იმუნური სისტემა კიდევ უფრო შერხებულია. მოკლედ, თუ გაინტერესებთ გუშინდელი ვიდეო შეგიძლიათ მოიძიოთ, ნახოთ ეს ვიდეო და იქ ახსნილი მაქვს რაღაცა ფაქტორები თუ როგორ ხდება ჩვენ ორგანიზმში ბაქტერიები და ვირუსები და რა არის ორი მთავარი კომპონენტი, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ გამოისწოროთ და ამითი დაიცვა თავი, სხვა შორის გუშინ არ მithქვამს, მათ შორის აი თუ აუცილებელი ჩვენება არ არის, არ გირჩევთ ნახვის ბუშტის ამოჭრას, ხო? ხოლსტექტომია ქვია ამ ოპერაციას, თუ ნამდვილად ეს კენჭები არ გაქვთ, ეს კენჭი არ ეჭქირება შეტევები და ხიფათი არ არის და უბრალოდ ესე იგი იმიტომ რაღაც ანთებითი პროცესია და ცოტა ხანდახან დისკომფორტს განიცდით და რაღაცა გაწუხებთ, ამის გამო არ ღირს ნახვის ბუშტის ამოჭრა, რო იცოდეთ რამდენ პრობლემას გიჭრით, იმიტომ რომ ნახვის წვენი ასევე ცხიმის დამშლელია და ზუსტად ვირუსების გარსის ერთ-ერთი დიდი მტერი არის თქვენი ნახვის წვენი. და მისი კონცენტრაცია, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ის, როგორც კიდევ ერთხელ არ გირჩევთ ბარიატრიულ ოპერაციებს, ანუ კუჭის ნაწილობრივ რეზექციას, იმიტომ რომ წონაში დაიკლოთ, წონაში დაიკლებთ კვების შეცვლით უფრო მარტივად, ყველანაირი ჯანსაღი ფორმით და რაც თავია ბარიატრიული ოპერაცია არ არის პრობლემის გადაჭრა, იქ შედეგს გაცილებენ და სინამდვილეში მიზეზი რჩება. თუ ისევ ინსულინ რეზისტენტობა გაქვთ, შაქრებს იღებთ,
არასწორად იკვებებით, ის ბარიატრიული ოპერაციაც არის რა პირიქით ორგანიზმის დატვირთვა, ნუტრიენტების დეფიციტი და დღეში გჭირდება 180-მდე ნუტრიენტი, როცა კუჭის რეზექცია ტარდება, ძალიან ბევრი პროცესი ირღვევა. თუ კუჭის ჟავიანობა ნორმაში არ არის, უმეტეს ნუტრიენტებს ვერ ითვისებს ორგანიზმი, მათ შორის ბეჭდგუფის ვიტამინებს, B1 ვიტამინს, რომელიც მნიშვნელოვანია ნერვული სისტემისთვის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს როგორც შიზოფრენიაზე და ფსიქიატრიულ დაავადებებზე ვისაუბრე. ამ გადაცემაში კი ერთხელ არ უხსენებთ რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის რომ ამ დაავადებამდე არ მივიდეს ადამიანი. არა, საუბარი გამოკვლევები ყველაფერი ეხება უკვე არსებული დაავადების რაღაც კურნალობას. ანუ ეს არის მთელი ლოგიკა, ეს არის მიმართულება და ამას ერთადერთი თქვენ შეგიძლიათ ებრძოლოთ საკუთარი გაჯანსაღებით და სწორი მიდგომით, კვების შეცვლით და ძალიან მარტივია ამ ყველაფრის გადაჭრა. ეს მინდოდა დამატებით კიდევ დამემატებინა გუშინდელ ვიდეოზე იმისთვის, რომ უფრო სრულფასოვანი სურათი წარმოიდგინოთ, რა ხდება სამყაროში და რა ხდება თქვენ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. მადლობთ ყურადღებისთვის და მომავალ შეხვედრამდე.